გამარჯობა. დღევანდელი ვიდეო იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. და არა, ამ ვიდეოში რეალზე და ბარსელონაზე ვერაფერს გაიგებთ. მე მოგიყვებით იმაზე, თუ სათამაშობენ ყველაზე ცნობილი ქალი ფრენბურთელები, რომელი გუნდები არიან ფავორიტები და ზოგადად რა ჯგუფებია, რა სისტემით ტარდება და რა ხდება ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ ჩაუჭექით. სანამ წლევანდელ სეზონზე გადავალთ, გავიხსენოთ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა, სადაც სამივე საპრიზო ადგილი იტალიელებმა გადაინაწილეს. მესამე ადგილისთვის თამაში იყო ვეროვოლი მილანოს და ვაკიფბანკს შორის, სადაც იტალიელებმა გაიმარჯვეს, ხოლო ფინალი კონელიანომ და სკანდიჩიმ ითამაშეს, სადაც კონელიანომ დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა მოწინააღმდეგე. წელს ჩემპიონთა ლიგის სახელწოდება ზერენ გრუპ ჩემპიონშიპ არის და ეს გამოწვეულია იმით, რომ სწორედ ზერენი გახდა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორი და მის სახელს ატარებს ეს ტურნირი. რაც შეეხება თვითონ ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირში წელს 20 გუნდი მონაწილეობს, რომელიც იქნება 5 ჯგუფად გადანაწილებული და თითოეულში შესაბამისად იქნება 4 გუნდი. გადავხედოთ ქვეჯგუფებს და ვნახოთ, რომელ ჯგუფში ვინ არის ფავორიტი. ასევე გეტყვით, რომ ორმა გუნდმა მიიღო wild card-ი, ეს ნიშნავს იმას, რომ წინასწარი შესარჩევის გარეშე, მესამე რაუნდის გარეშე ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგას და ვნახოთ, ვინსად მოხვდა, სად არიან ჩვენი საყვარელი ფრენბურთელები და შესაბამისად, ჩემი აზრით, რაღაც წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდება იმაზე, თუ ვის უნდა გულშემატკივროთ ამ სეზონის განმავლობაში. გადავხედოთ ახლა ქვეჯგუფებს, სულ გვაქვს 5 ქვეჯგუფი, სადაც არის 4-4 გუნდი. სულ გვაქვს 20 მონაწილე ქალთა ჩემპიონთა ლიგაში და გეტყვით იმას, რომ თითქმის ყველა ჯგუფში თურქეთის და იტალიის გუნდები არიან თანაბრად გადანაწილებული. გვაქვს 4 თურქული და 4 იტალიური გუნდი, დანარჩენი გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი ლიგის და თასის მფლობელი გუნდებია. პრინციპი იყო ასეთი, რომ არ შეიძლებოდა ერთი ქვეყნის ორი წარმომადგენელი ერთ ქვეჯგუფში ყოფილიყო, შესაბამისად საკმაოდ კარგი დაპირისპირებები გვექნება თითოეულ ქვეჯგუფში. ქვეჯგუფების განხილვა დავიწყოთ A ჯგუფით, სადაც მოხვდნენ უძლიერესი გუნდები. პირველი არის თურქული ვაკიფბანკი და იტალიური სკანდიჩი. ერთ-ერთი ძალიან კარგი გუნდი არის აგრეთვე ფრანგული ბოლერო ლეკანე და მეოთხე ამ ჯგუფში არის რუმინული ალბა ბლაჟი. ვაკიფბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, მათ აქვთ მოგებული 172 მატჩი. წელს მათი შემადგენლობა გაძლიერდა, შარშან სამწუხაროდ მეოთხე ადგილზე გავიდნენ, მეტი შედეგი ვერ დადეს და წააგეს სკანდიჩისთან 0-3, რომელსაც წელს უკვე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან. და გეტყვით იმასაც, რომ წელს გაძლიერდნენ და იმატეს სერბი ვარსკვლავი ტიანა ბოშკოვიჩი, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ელენა კაზო და მათ შემადგენლობაში არიან აგრეთვე ისეთი ადგილობრივი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯანსუ ოზბაი, დერია ჩებიჩოღლუ და ზეხრა გიუნეში. ასე რომ შევხედოთ, რა შედეგს დადებენ წელს ამ შემადგენლობით. ვაკიფბანკის ძირითადი მოწინააღმდეგე ქვეჯგუფში იქნება სკანდიჩი, რომელიც წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედალოსანია. სკანდიჩიში თამაშობს იტალიელი ვარსკვლავი ეკატერინა ანტროპოვა. აგრეთვე თამაშობს მაია ოგნენოვიჩი, რომელიც არის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2016 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა ოლიმპიადაზე და ორგზის ევროპის ჩემპიონი და სამგზის ვერცხლის მფლობელი ჩემპიონთა ლიგაზე, ასე რომ საკმაოდ ტიტულოვანი მოთამაშეები ყავს სკანდიჩისაც. გადავიდეთ მეორე ქვეჯგუფზე და როგორც უკვე გითხარით, ამ ქვეჯგუფშიც გაგრძელდება იტალიურ-თურქული დაპირისპირება. ამ ქვეჯგუფში ყავს ჩვენ ისეთი გრანდები, როგორებიც არის ფენერბახჩე და იტალიური ნოვარა. აგრეთვე ყავს პოლონური ლოცი, მე ლოცს ვეძახი, მაგრამ ზოგი ლუჩს ეძახის თუ რაღაცა ეგეც და ზუსტად არ ვიცი როგორ გამოითქმის ეს სახელწოდება და აგრეთვე ყავს პორტუგალიის ბენფიკა. ქვეჯგუფის განხილვა დავიწყოთ თურქული გრანდით ფენერბახჩეთი, რომელიც წელს ისევ ეცდება, რომ 2012 წელს დაკავებული პირველი ადგილი და ჩემპიონთა ლიგის თასი წამოიღო სტამბულში. რაღაცნაირი უიღბლო ტურნირია ეს ფენერბახჩესთვის, რადგან 2022-ში, 23-ში და 24-ში გამოეთიშნენ ოქროს სეტით სუპერფინალიდან და რაღაცნაირი ძალიან გულდასაწყვეტია ეს, რომ ერთი ნაბიჯი გაკლდება და თითქოს ეს ოქროს სეტი, რომელიც არის 15 ქულამდე გთიშავს ამ ხელა ტურნირიდან.
წელს მათ შემადგენლობაშიც არის ცვლილებები. დაემატათ იტალიელი გამთამაშებელი, ჩემი ფავორიტი გამთამაშებელი ალესია ორო, რომელიც გახდა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის MVP. სამწუხაროდ ალესია რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯერ არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მეორე და მესამე ადგილი აქვს დაკავებული ვეროვოლეის შემადგენლობაში. ალესიასთან ერთად გუნდში არიან მელისა ვარგასი, არინა ფედოროვცევა, ედა ერთემი და კიდევ მრავალი სხვა ვარსკვლავი, რომელთა ჩამოთვლასაც აქ არ დავიწყებ, უბრალოდ უნდა უყუროთ მათ თამაშს და დაატკბეთ იმ ფრენბურთით, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. ისევე როგორც თურქული ზერენის გუნდი, რომელიც დასაწყისში გითხარით, რომ გახდა wild card-ის მფლობელი და შესარჩევი ეტაპის გარეშე მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე, სწორედ ასეთი wild card-ის მფლობელი არის მეორე გუნდიც, ეს არის იტალიური ნოვარა. ნოვარა მერვედ მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე. მათ 2024 წელს Challenge Cup-ი მოიგეს, 25-ის Sev Cup-ი მოიგეს და ისე ცნობისთვის ჯერ არავინ ყოფილა, ვისაც Sev Cup-ი, Challenge Cup-ი და ჩემპიონთა ლიგა აქვს ერთდროულად მოგებული და შეიძლება სწორედ ნოვარა გახდეს ეს გუნდი, შევხედოთ რა იცით რა ხდება. ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც მათ შემადგენლობაშია, არის მაიო იშიკავა, იაპონიის ნაკრების კაპიტანი და ვინც მსოფლიოს უყურეთ წელს, ნამდვილად გემახსოვრებათ ეს მოთამაშე. დანარჩენი ორი გუნდი, რომელიც დიდად არ გამოირჩევა შედეგებით, არის ლოძი პოლონური, რომელიც მეშვიდედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგას და აგრეთვე პორტუგალიური ბენფიკა წელს პირველად მოხვდა და ეს არის მესამე პორტუგალიური გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ამ ქვეჯგუფში ცალსახა ფავორიტი გამოკვეთილია, მაგრამ შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფავორიტებზე ვერ ვისაუბრებთ ჯერჯერობით C ქვეჯგუფში, სადაც თურქული ეგზაჯიბაში და იტალიური ვეროვოლეი მილანო არიან ერთად მოხვედრილები. C ქვეჯგუფის მონაწილეები უნდა წავიკითხო, რადგან ძალიან მიჭირს ამათი სახელების გამოთქმა. პირველი არის ნუმია ვეროვოლეი მილანო, იტალიური გუნდი, მეორე არის ეგზაჯიბაში სტამბული, თურქული გუნდი, სერბული ჟელეზნიცარი ლაშკოვა და ბერძნული ოლიმპიაკოს პირეუსი. მგონი მოვაბითავე. მაგრამ თუ ვერ გაიგეთ, აქ ჩამოვწერ სახელწოდებებს და მე დაგუგლეთ და მიხვდებით, რომელ გუნდებზე მაქვს საუბარი. ამ ქვეჯგუფში ბერძნებს და სერბებს აქვთ დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო თურქული და იტალიური გუნდები საკმაოდ გამოცდილები არიან. შარშან ისინი მეოთხედფინალიდან ვეროვოლეიმ გამოაგდო, რომელსაც ახლა უკვე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან. ეგზაჯიბაშის გუნდი დატოვა დიანა ბოშკოვიჩმა 10 წლის შემდეგ და როგორც გითხარით, ვაკი ბანკში გადავიდა, ხოლო თურქებს წელს ებრა კარაკურტი დაემატათ და შეიძლება გააძლიეროს ისინი. რაც შეეხება ვეროვოლეი მილანოს, მათი საუკეთესო შედეგი არის ვერცხლის ჩემპიონთა ლიგაზე. ეს არის პაულა ეგონუს გუნდი, შეგვიძლია ეს დავიმახსოვროთ. ამჟამად ისინი იტალიის სუპერთასის გამარჯვებულები არიან და კონელიანოს 18 წლიანი წაუგებელი სერიაში აჩერეს. ეგონუს გარდა ამ გუნდში არიან ანა დანეზი, ჰენა კურტაგიჩი და სხვა ვარსკვლავები. გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტებზე. პირველი არის სერბეთის ლიგის გამარჯვებული ჟელეზნიცარი ლაშკოვაჩ, რომელიც დაკომპლექტებულია საკმაოდ ახალგაზრდა მოთამაშეებით, მათ შემადგენლობაში 5 მოთამაშე საერთოდ 20 წლამდეა და მეორე გუნდი არის ბერძნული ოლიმპიაკოს პირეუსი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არის პირველი ბერძნული გუნდი, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვა ასპარეზობის უფლება. და გეტყვით იმას, რომ მათ ყავთ სერბი ვარსკვლავი ჯოვანა სტეფანოვიჩი, რომელიც არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და აგრეთვე ამ გუნდს აქვს მოგებული 2018-ში Challenge Cup-ი. D ქვეჯგუფი დაკომპლექტებულია იტალიური უძლიერესი გუნდით, რომელმაც შარშან ყველაფერი მოეგო, სადაც კი მიიღო მონაწილეობა და ეს არის კონელიანო. მათთან ერთად არის wild card-ის მფლობელი ანკარის გუნდი ზერენი. აგრეთვე გერმანული დრეზდნერი და პოლონური LKS კომერსონ ლოძი, ან ლუჯი, როგორც გინდათ ისე დაარქვით. Scott Carrero Prosecco კონელიანოთი, რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, შარშან სანტარელის ხელმძღვანელობით 5 ტიტული მოიპოვეს, გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, მსოფლიო კლუბური ჩემპიონატის ჩემპიონები, იტალიის ლიგა მოიგეს, იტალიის თასი მოიგეს
და იტალიის სუპერთასიც მოიგეს. მათ შემადგენლობაში თამაშობს მონიკა დე ჯენარო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ლიბეროა და მას 6-დან 6 ფინალი აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგის ამ გუნდის შემადგენლობაში. კონელიანოს აქვს ზედიზედ 23 მატჩი მოგებული და მათი გუნდის მთავარი ვარსკვლავი და MVP, რა თქმა უნდა, გაბია, რომელზეც უკვე ვიდეო მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება თურქულ ზერენსპორს, ეს გუნდი, როგორც გითხარით, არის პირველად ჩემპიონთა ლიგაზე. მათ შემადგენლობაში არ არიან ცნობილი ვარსკვლავები, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შეიძლება ითქვას არის ალექსანდრა უზელაჩი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული სათავისოდ წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. აგრეთვე გეტყვით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ ამ ჯგუფის ფავორიტები, პირველი მატჩი ითამაშეს უკვე კონელიანოსთან და საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს. ძლივს მოახერხა კონელიანომ ბოლო სეტი, მეხუთე სეტი, 3-2 დასრულდა თამაში, 18-16 მოიგო, ასე რომ საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს დებიუტანტებმა ფავორიტებს და ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე. იქვე ჯგუფი დაკომპლექტებულია პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ბულგარეთის საუკეთესო გუნდებით, ასე რომ საკმაოდ დაძაბული იქნება ალბათ მატჩები. პოლონური ჟეშუვი არის მის ქვეყანაში საუკეთესო ცალსახად და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეჯგუფის ლიდერიც იქნება. სხვათა შორის სწორედ ამ გუნდში თამაშობდა ჩვენი ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე, რომელიც 2022-23 წლის სეზონზე გახდა ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გარე თავდამსხმელი. წელს ამ გუნდმა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო სეზონი და მოიგო პოლონეთის სუპერთასი. ჩემი ყურადღება მიიქცია გერმანულმა კლუბმა, სადაც შემადგენლობაში ყავთ 6 ნიდერლანდელი, მათი მწვრთნელიც არის ადამიანი, რომელსაც ნიდერლანდების ნაკრები ყავდა გაყვანილი წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და ვინც თვალი ადევნეთ ჩემპიონატს, იცით, რომ ნიდერლანდებმა საკმაოდ კარგი შედეგი დადეს და მეოთხედ ფინალამდე მივიდნენ, სადაც სამწუხაროდ იაპონიის გუნდთან დამარცხდნენ და ძალიან სანახაობრივი მატჩები ჩაატარეს. ხოლო ფრანგული კლუბი ლევალუა წინა სეზონზე ყველა მატჩში დამარცხდა. წააგეს აგრეთვე გერმანულ კლუბთან პალმბერგ შვერინთან, რომელიც წელს უკვე ქვეჯგუფში ყავთ და ისინი საკმაოდ ახალგაზრდა შემადგენლობით არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება ბულგარულ გუნდს, მარიცა პლოვდივს, ეს გუნდი უკვე მეათედ იღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად ისინი ჯგუფური ეტაპიდან ზემოთ ვერც ერთხელ ვერ ავიდნენ. შემადგენლობაში არიან ეკატერინა სარიევა და ალექსანდრა კიძიპევა, რომლებიც 19 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ჩატარების სტრუქტურას, გეტყვით, რომ ქვეჯგუფებში გამარჯვებულები, ანუ 5 გუნდი ავტომატურად გადადის მეოთხედ ფინალში. მეორე ადგილზე გასული გუნდები და საუკეთესო მესამე ადგილი გადადის პლეი-ოფებში. პლეი-ოფები ჩატარდება თებერვლის 17-19 და 24-26 რიცხვებში. რაც შეეხება მეოთხედ ფინალებს, უკვე გადადის მარტის შუა რიცხვებში და დაიწყება 10 მარტს და სრულდება 19 მარტს. ხოლო Final Four საუკეთესო 4 გუნდი ერთმანეთს ჩემპიონობისთვის უკვე მაისის დასაწყისში 2-3 მაისს შეერგინება. რაც შეეხება მატჩების ტრანსლაციას, სამწუხაროდ ქართულ ტელესივრცეში ამ მატჩებს ვერ ვუყურებთ. ერთ-ერთი ვარიანტი არის T1 სპორტი, რომელიც თურქული გუნდების თამაშებს აჩვენებს. აგრეთვე YouTube-ზე არის ხოლმე რაღაც გარკვეული მატჩების ტრანსლაცია. და ერთადერთი ვარიანტი, რომ ყველა მატჩს მაღალ ხარისხში უყუროთ, არის შეიძინოთ Eurovolley TV-ს პაკეტი, სადაც ყველა მატჩი გადის აბსოლუტურად. აგრეთვე, რა თქმა უნდა, არის ხოლმე რაღაც პირატული გვერდები, რომლებიც დებენ ხოლმე ამ ლინკებს და მე ჩემ Facebook-ის გვერდზე ვაზიარებ ხოლმე, ასე რომ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ხოლმე და ნახოთ თუ არის რომელიმე მატჩის ტრანსლაცია. დღეისათვის კი სულ ეს იყო, რაზეც მინდოდა საუბარი. ჩემი აზრით, ამომწურავად ვისაუბრეთ ჩემპიონთა ლიგაზე ზოგადად და ჯგუფებზე და გუნდებზე. ძალიან მაინტერესებს თუ ყავთ თქვენი ფავორიტი და ვის ქომაგობთ წელს. მე კი ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ უკვე 500 გამომწერი მყავს და მე თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მგონია, რომ მაქსიმალურად ბევრი კონტენტი უნდა შემოგთავაზოთ ფრენბურთთან დაკავშირებით, ასე რომ ძალიან მალე შევხვდებით ახალ ვიდეოში. აბა, კარგად.